2027 წლის შემდეგ ტაივანის სრუტეში სამხედრო ბალანსი იმდენად გადამწყვეტად გადაიხრება ჩინეთისკენ, რომ აშშ-ს ნებისმიერი ჩარევა უკიდურესად ძვირი გახდება და გარკვეულ პირობებში შესაძლოა შეუძლებელიც კი იყოს. ამავდროულად ჩინეთის დემოგრაფიული პრობლემები ჯერ კიდევ არ არის საკმარისად სერიოზული, რომ შეზღუდოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ამბიციები. ამ კონტექსტში საბედისწერო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. შეჭრა ოქტომბერში მოხდება, როდესაც ტაივანის სრუტეში ამინდის პირობები ყველაზე ხელსაყრელია. ამას მოჰყვება 6 თვიანი ფარული მობილიზაციის პერიოდი. პეკინისთვის მთავარი გამოწვევა ტაივანის და მისი მოკავშირეებისთვის შემუშენელად საოკუპაციო ძალების მობილიზებაა. უკრაინაში მიღებული რუსული გამოცდილების ინსტრუქციის მიხედვით, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია თავის გაძლიერებას რუტინულ საქმიანობად ნიღბავს. 2027 წლის მაისში აღმოსავლეთ თეატრის სარდლობა იწყებს მასშტაბურ წვრთნებს ერის დამცველის სახელით, რაც ოფიციალურ კონიუნქტურაში სეპარატისტულ პროვინციებზე რეაგირებას წარმოადგენს. წვრთნები ლეგიტიმაციას ძენს ფუძიანისა და ტაივანის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედროების მძიმე განლაგებას. ამავდროულად მოდერნიზაციის ან კატასტროფების შედეგების აღმოფხვის საბაბით სანაპირო ზოლში ჩუმად ჩნდება საბრძოლო მასალის საწვავის და მარაგების ბაზები.